საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, რამდენი ხანია ვლოგი აღარ გადამიღია და როგორც იქნა, არ ვიცი, მოვიკრიბე ენერგიები და გადავწყვიტე, რომ გადამიღო ვლოგი, მაგრამ უწყვეტ რეჟიმში მინდა გადავიღო, ანუ ვიდეო რო არ გავთიშო საერთოდ, იმიტომ რომ ესე ნაწყვეტ რო ვიღებ, მერე ვიდეოს edits ჭირდება, ესა რა დიდი დრო. ჩემს iPhone-ს დაპაუზება არ აქვს ვიდეოსი, ასე რომ რამდენად შევძლებ ესე უწყვეტ რეჟიმში ვიდეოს გადაღებას არ ვიცი, მაგრამ არც ეგ არაა პრობლემა, საღამოს ჩავუჯდები და როგორმე მომნახავ 1-20 წუთს, რომ ისა ვქნა რა, ვიდეო დავამონტაჟო და აგიტვირთოთ, თორე ძალიან ცუდა დაისახება ჩემს YouTube არხზე ეს ამდენხნიანი გადაკარგვა. ყველაფერში რა, მაყურებლებიც იკარგება ნელ-ნელა, აქტივიც იკარგება ნელ-ნელა, ანუ აღარ გადის ესე ვთქვათ საზოგადოებაში ჩემი ვიდეოები, რადგან ახლებს აღარ ვდებ, ასე რომ ეხლა არის დაახლოებით 6 საათი იქნება. ცოტა 1-10 წუთი აკლია ალბათ 6. ესე იგი, დღეს დილის სმენაში ვიყავი სამსახურში, იმიტომ რომ რავი ვფიქრობ, რომ ანუ აქამდე ვფიქრობდი, რომ დილის სმენა უფრო ჯობია თქო, იმიტომ რომ ხამე ესე ვთქვათ სახლში იქნები და წესიურად ძილს მაინც მოასწრებ თქო, ანუ დილის სმენაში რომ მიდიხარ 4 საათზე, შუადღის 4-ზე თავისუფალი ხარ რა. ხო და მე 5-ზე წამოვედი სამსახურიდან და ხო, 5-ს კი არ უკლია, 10, 6-ს უკლია 10, იმიტომ რომ 5-ზე წამოვედი სამსახურიდან და 1 საათი, 1-40 წუთი მაინც გზაში მჭირდება. ხო და რავი რა, ეხა მოვადუღებ ყავას და გაგესაუბრებით ცოტას, თორე მეც მომაკლდა ეს თქვენი კომენტარები, თქვენი თბილი სიტყვებით გვერდში დგომა და ასე შემდეგ. თან ასევე მომენატრე ეს საუბარი ვიდეოში და მოკლედ ეხა მინდა მოვადუღო ყავა გაზზე, არ ვიცი რატო, იმიტომ რომ ელექტრომადუღარა მაქვს, მაგრამ რატომღაც მინდა გაზზე მოვადუღო ყავა და გაზზე მოდუღებული დავლიო, ასე რომ ეხლა გავაკეთებ ყავას. აი ეს მადუღარა მაქვს, ეხლა ჩავასხავ წყალს, ჩავყრი ყავას და მოვადუღოთ. ოღონდ ეხლა მე მინდა კოვზი. ხო და იმას ვამბობდი, რომ დილას ხო უფრო ენერგიული ხარ ადამიანი ზოგადად და დილას მუშაობა ჯობია იმიტომ თქო, ეგრე ვფიქრობდი. დილას მუშაობა იმიტომ ჯობია თქო, რომ უფრო ენერგიული ხარ, უფრო არ დაიღლები და ღამე თავისუფალი იქნები თქო. ეგრე ვფიქრობდი. მაგრამ ვაი, დილას მუშაობაც არანაკლებ დამღლელი ყოფილა, იმიტომ რომ ეხლა ღამის სმენიდან რომ მოდიხარ სახლში, მართლა ძალიან მომბეზრდა ღამის სმენა, იმიტომ რომ ძალიან გვიან ვბრუნდები სახლში, ძალიან დაღლილი ვბრუნდები, ვერაფერს ვერ ვასწრებ, ელემენტარული ჰოპ გავიხდი ტანსაცმელად, მოვიწესრიგებ თავს და უცებ გავრბივარ ლოგინში. უცებ არ გავრბივარ ლოგინში, მაგრამ რავი რა, ღამე დაღლილზე თან გვიან რომ მოვდივარ სახლში, ვერაფერს ვერ ვასწრებ. ხო და დღის სმენაშიც თურმე არანაკლებ იღლები. ანუ ეხლაც ძალიან დაღლილი ვარ. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდი სახლში, იმიტომ რომ ფეხები მქონდა დატეხვაზე, ანუ მეტროშიც ფეხზე ვიდექი და ძალიან დავიღალე მოკლედ რა. მაგრამ არა უშავს, ეხლა დავჯდები, ყავას დავლევ, ვისაუბრებ და ისე დავისვენებ, რომ მერე გარეთ გასვლა და გასეირნებაც მომინდება. იმიტომ რომ ზოგადად ვერ ვიტან
კი იცით ეხლა რომ ძალიან იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო და კი იცით რომ ძალიან იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო და აი თავისუფალ დროს სახლში ჯდომას ვერ ვიტან. იმიტომ რომ იმდენი კაი ადგილებია თბილისში სასეირნოდ და თბილისის დასათვალიერებლად, ასე ვთქვათ, განსატვირთად, რომ ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, ეხაც რომ მოვდიოდი სამსახურიდან ვფიქრობდი, რომ სადმე ხო არ გავიარო, აბა რუსთაველზე ხო არ გავიარო, თავისუფლებაზე ხო არ გავიარო, ტექნიკურზე, ვფიქრობდი გზაში სადმე ხო არ გავიარო თქო. მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ისედაც ზედმეტად დაღლილი ხარ ბაჩო და კიდე თუ ივლი, ღამე სასტიკ მდგომარეობაში იქნები თქო, ხვალაც დილის სმენა ავირჩიე. ასე რომ გადავწყვიტე, რომ სახლში ამოვსულიყავი. ხო და ეს ნალექიანი ყავა არ დამილევია დილას. სამსახურში დავლიე უნალექო ყავა და ეხლა ნალექიანი ყავის დალევა მომინდა. თან ორნაბიჯში გამოვიარე, აი ძალიან მომინდა ყავასთან ერთად ხალვა. იმიტომ რომ გიჟდები ხალვაზე. ვაიმე ეს რუსულია? გიჟდები, აი ხალვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყავას რო უხდება, ზოგადად ტკბილს არასდროს არ ვაყოლებ ხოლმე ყავას. ნალექიანი ყავა განსაკუთრებით მიყვარს და სვავ უშაქროს. და ტკბილს ძალიან იშვიათად ვაყოლებ რა. ხო და ეხლა მომინდა რომ ხალვა მიმეყოლებია, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ჩემი გემოვნებით, ყველას თავის გემოვნება აქვს. ზოგ შეიძლება საერთოდ არც გიყვარდეთ, ვერ იტანდეთ. მაგრამ ძალიან მიყვარს ესა ხალვა ყავასთან. და რა ვიცი, აბა შევედი ორნაბიჯში მოკლედ. ხო და ჩემით ვერ ვნახე რა ტკბილეულებში. გავიარე, გამოვიარე და ვერსად ვერ ვნახე ხალვა და მოლარე კონსულტანტს ვკითხე და მიმასწავლა, სადაც ვიპოვიდი ხალვას. მაგრამ იქ ისეთი ამბავი იყო, ანუ სალაროსთან ახლოს იდო რა ხალვა. და სალაროსთან ძალიან ბევრი ხალხი იყო, მოგეხსენებათ ეხლა ორნაბიჯში ძალიან ბევრი ყიდულობს პროდუქტს. და სალაროსთან ისეთი ამბავი იყო, რომ ვერ წავიკითხე ფასი ხალვის. მაგრამ ავიღე, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა, რომ ყავაზე მიმეყოლებინა. ხო და გავატარე მოკლედ, ისეთი რიგები იდგა და ძალიან კარგია, რომ ორნაბიჯში თვითმომსახურების სალაროც რო არის ორნაბიჯში, ძალიან კარგია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი იდგა, ესე ვთქვათ, მოლარეების სალაროს რიგში და თვითმომსახურების რიგში არ დგას ხოლმე ბევრი ხალხი, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის გატარება. მეც არ ვიცოდი, სანამ არ ვცადე მანამდე. ამხელა მოლარე კონსულტანტი კაცი ორნაბიჯში, სადაც თვითმომსახურების სალაროა, ვიდექი ხოლმე რიგში, რომ მოლარემდე მივსულიყავი. ხო და რა ვიცი, გავატარე მოკლედ და ფასს არც დაუკვირვები ვარ, რომ გავატარე მონიტორზე ხო აწერს ფასს. სულ რო 10 ლარი ქონოდა ფასი, უბრალოდ ვიტყოდი, რომ რა ძვირია თქო. თორე გული არ დამწყდებოდა ამ ხელა ფული როგორ გადავიხადე თქო, ისე მინდოდა ხალვა. ხო და მოკლედ მონიტორზე არ დაუკვირვები ვარ ფასს. მერე იმაში რო ამომიგდო, რა ქვია, ბარათით ხო გადავიხადე და ამომიგდო ტელეფონში მომივიდა SMS-ი. ლარი და 20 ნაღირება. საერთოდ არ არის ძვირი. ხო და რავი, ახლა მოკლედ ყავას მივაყოლებ. ოღონდ მიკროფონში რო ვიწერ ხმას, სხვა ხმა ხო არ ისმის.
ანუ მიკროფონის გარეშე რო ვიწერდი, ხმას ძალიან შიშხინებდა ჩემი ტელეფონის მიკროფონი, იმიტომ რომ არ უვარგა. და ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ ეს ეკლათ მიკროფონითაც რო ვიღებ, მარტო შენი ხმა ისმის რა, გარეთ ვაფშე არაფერი არ ისმის. და ესა როცა ვჩუნდები, საერთოდ არაფერი არ ისმის, გეგონება ხმა გაეთიშაო რა. ხო და ესე ჯერჯერობით არ ვარ მიჩვეული მიკროფონში თავისუფლად საუბარს, რაღაცნაირად თითქოს რაღაცნაირად საუბრობ რა მიკროფონში. ткац. ავიკაპიცოთ ხელები და ხალვა როგორ მიყვარს. გიშდები რა. მაგრამ კამერის წინ ჭამა არ მიყვარს. ნუ ერთი პერიოდი ვიღებდი მუკბანგებს და ეხაც გადავიღე რამოდენიმე კვირის წინ მუკბანგი და საკმაოდ კარგი ნახვა აქვს, მაგრამ მაინც ესე თუ ისე რა ვქნა, არ მიყვარს კამერის წინ ჭამა. მაგრამ ჭამისას მიყვარს მუკბანგების ყურება. ხო და თან ახლა თქვენთან იმდენი მოსაყოლი მომიგროვდა, რომ აი ხა ჭამის დრო ნახდათ არ არის. მოკლედ უნივერსიტეტში ჩავაბარე ფინალური გამოცდებით დავასრულე. მარტო ერთი საგნის მეშინია ძალიან, რომელიც არის ინფორმატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ანუ კომპიუტერებთან არ მაქვს საერთოდ შეხება რა. არადა 21 საუკუნეში როგორი მოთხოვნადი და როგორი მნიშვნელოვანია კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა. მაგრამ მე ბავშვობაში ვსწავლობდი სკოლაში რამოდენიმე წელი კომპიუტერებში მუშაობას რა, Word-ში რაღაცების აწყობას, პრეზენტაციების და რაღაცების, ხო და იმის მერე მივიწყებული მაქვს. კომპიუტერი არც მქონია, ჩემს ძმას უფრო ქონდა ბავშვობაში ინტერესი კომპიუტერების. მაგრამ მე არ მქონია ინტერესი და გამიჭირდა. მაგრამ აუცილებელია, ცოდნაც აუცილებელია და კომპიუტერის ქონაც აუცილებელია. ეხლა ვფიქრობ, რომ ვიყიდო რაღაცა პატარა კომპიუტერი, ოღონდ ისეთი რა, გასაშლელი დასაკეთი ჩვეულებრივი. იმიტომ რომ უნივერსიტეტში ლექტორმა მოგცა პრეზენტაცია მოსამზადებელი, ოღონდ ფურცელზე დაწერილი არა. Word-ში გაკეთებული და ამობეჭდილი. ხოლო რავი, ვის აღარ ვთხოვე დახმარება, მოკლედ სხვებზე მომიწიათ ხოლმე. მე კი დავწერე ის პრეზენტაცია ფურცელზე დავწერე თემა, მაგრამ იყო ამოსაბეჭდი ქაღალდზე, ანუ Word-ში უნდა მოგემზადებია ის პრეზენტაცია და მე ხალ ტელეფონში მაგის გაკეთება ვერ გავაკეთე ტელეფონში. ნუ ახლა მეორე სემესტრიდან, ანუ მოკლედ ერთი თვე მაქვს დასვენება უნივერსიტეტში და მეორე სემესტრიდან მე მგონი აღარ ვისწავლი ინფორმატიკას. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კომპიუტერი ვიყიდო და უამრავი ესენია ვიდეო გაკვეთილები YouTube-ზე, როგორ მოამზადო პრეზენტაცია, როგორ გააკეთო ცხრილი და ასე შემდეგ. და ვფიქრობ, რომ ვისწავლო რა. ძალიან კარგი იქნება კომპიუტერი. სტუდენტისთვის, რავი, ძალიან მნიშვნელოვანია. აი პირველ ადგილზე რო დამეწერა ეს უნივერსიტეტი, კომპიუტერს მაჩუქებდნენ. იმიტომ რომ ორ სტუდენტს აჩუქეს კომპიუტერი.
პირველ დღეს უნივერსიტეტში რომ მივედით welcome party-ზე, 2 სტუდენტს გადასცეს საჩუქრად კომპიუტერი და მე მაჩუქეს 500 ლარიანი სწავლის დაფინანსება. იმიტომ რომ პირველ ადგილზე ვინც დაწერდა უნივერსიტეტს, იმას ჩუქნიდნენ კომპიუტერს, მეორეზე ვინც დაწერდა, იმას ჩუქნიდნენ 500 ლარიან დაფინანსებას სწავლის ერთჯერად ოღონდ. და მესამეზეც იყო, მე მგონი რაღაც პრიზი, ოღონდ არ მახსოვს რა. ან პირველი მეორეზე იყო. ხოდა პირველ ადგილზე მე მეწერა ტექნიკური უნივერსიტეტის უფასო ფაკულტეტი, სამზარეულოს განხრით რა. იმიტომ რომ ეგ პროფესია ძალიან მინდოდა და მეთქი თუ მოვხვდები თქო. და დავწერე პირველ ადგილზე ტექნიკური უნივერსიტეტი და მეორე ადგილზე დავწერე ეს უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ახალი ის არის რა, ანუ როგორ გითხრათ, კოლეჯი უფრო იყო ადრე. ეხლა ხან დაერქვა უნივერსიტეტი და შესაბამისად კერძოა თან და ბევრი ბავშვები არა ვართ და მარტივი იყო მოხვედრა ამ უნივერსიტეტში და მეთქი სულ რო გარეთ არ დავრჩე, თუ ტექნიკურში ვერ მოვხვდები აქ თქო და დავწერე ეს უნივერსიტეტი მეორეზე. მაგრამ გული არ მწყდება, იმიტომ რომ ეხლა მეორე სემესტრი იწყება და უკვე სწავლის თანხა მაქვს გადასახდელი და იმ 500 ლარს გამოვაკლებ. ხო და რავი რა, ძალიან ბევრს ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად ბევრსაც ვფიქრობ მომავალზე, ჩემს გეგმებზე, მიზნებზე. სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ წავიდე წინ და როგორ განვითარდე და სულ იმაზე ვფიქრობ, იქნებ როგორმე უკეთეს გზას დავადგე რა. მაგრამ ეგრე უცებ ვერ იქნება ყველაფერი კარგად, ძალიან მნიშვნელოვანია მოთმენა. ეხლა მე რო სპარში ვმუშაობ, ძალიან რთულია რა, თან სწავლა, თან მუშაობა და ვფიქრობ, რომ კი ეხლა ისეთი პატარა ქვეყანა ვართ და არ ვართ მდიდარი ქვეყანა, მაგრამ არც ესეთი დაბალი ანაზღაურებებიც არ უნდა იყოს რა. მით უმეტეს სტუდენტისთვის, რომელიც დღე უნივერსიტეტშია, ღამე სამსახურშია და ასე შემდეგ რა. მით უმეტეს, როდესაც კვირაში 6 დღე მუშაობს, კვირაში 5 დღე სწავლობს, ზოგი 6 დღე სწავლობს კვირაში და ძალიან ვიღლები. და ხელფასითაც ეხა კი ვცდილობ, რომ ვიმყოფინო ყველაფერში და თან იმასაც ვცდილობ, რომ არაფერი არ მოვიკლო. იმიტომ რომ ამდენს შრომობ, ესე ძალიან ვიღლები და არაფერს არ ვიკლებ მართლა. თან მშობლებიც გვერდში მიდგანან, ოჯახის წევრები მეხმარებიან, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხა არ უნდა იყოს ეგეთი დაბალი ანაზღაურება. 650 ლარი გამომდის სამსახურში რა. ნუ ეხა პირველი სამსახურია და რა თქმა უნდა ნელ-ნელა რაღაცა ახალი გამოჩნდება და უფრო და უფრო ჯერა რომ უფრო და უფრო კარგი ანაზღაურებისკენ გადავინაცვლებ, ესე ვთქვათ, ნელ-ნელა სუძიებაში ვარ ახალი სამსახურის, ახალი გამოცდილების და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ეტაპზე ეს ხელფასი ჩემთვის არ არის საკმარისი. ნუ საკმარისი შეიძლება ზოგისთვის 10,000 არ აღმოჩნდეს, 20,000 არ აღმოჩნდეს, მაგრამ რავი რა, 900 ლარი მაინც ჩემი აზრით 800 ლარი მაინც უნდა იყოს ყველაზე მინიმუმი ანაზღაურება. ანუ არ უნდა გქონდეთ უფლება კომპანიებს ამ გრაფიკით 800 ლარზე ნაკლებად ამუშაონ პერსონალი რა.
ეხლა რაც ჩამოსული ვარ 31 დეკემბრიდან მოყოლებული, 31 დეკემბრისაც მუშაობდი. დეკემბრიდან მოყოლებული მუშაობდი 4-დან 10-მდე, დეკემბრიდან მოყოლებული ვმუშაობ უფრო მეტ საათებს რა, 1-დან 10-მდე, ერთხელ მთელი დღეც ვიყავი. ძალიან ხმაურია გარეთ რაღაც. ხო და რავი რა, ამ თვეშიც უფრო მეტი საათები ვიმუშავე, ვიდრე ვმუშაობდი, მაგრამ მე ყოველ თვეში ეგრე მგონია, რომ მეტი გამომივათქო, მაგრამ ისე ხდება, რომ არ გამომდის მეტი. მაგრამ ამ ეტაპისთვის არ ვარ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო, ეს ჩემი პირველი სამსახურია. ჯერ ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, 4 თვეა ჯერ რაც თბილისში ვარ ჩამოსული და კმაყოფილი ვარ ყველაფრით. არ ვარ არაფრით უკმაყოფილო, მოკლედ. ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ხო და ეხლა რა ვიცი, მოკლედ უნივერსიტეტში რო არ მიწევს დილას წასვლა, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად ამოვისუნთქე, მაგრამ ვფიქრობ, რომ თვის ბოლოს წავიდე 1-5 დღე ისევ სოფელში. 5 დღე ჩემთვის არ არის საკმარისი იქ ყოფნისთვის, მაგრამ ეხლა როცა მუშაობ, 5 დღე რო გიშვებენ, ძალიან კარგია. და თან კიდე შენთვის რაც უფრო მეტ ხანს წახვალ, მით უფრო ცუდია შენთვის, იმიტომ რომ ხელფასი აღარ გამოგივა იმდენი. და რაც შეეხება უნივერსიტეტს, ეხლა გამოცდები დავწერე და თუ რომელიმე საგანში ბარიერის, ანუ თუ ყველა საგანში ბარიერი გადავლახებ, მაგ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, ჩაბარებული მაქვს საგნები და დასვენება გვაქვს 3 მარტიდან, 4 მარტიდან დაიწყება სწავლა. ანუ 1 თვე უფრო მეტი ვისვენებთ რა. ხო და ძალიან კაია, მართლა ცოტა სამოვისუნთქებ. რა ვიცი, აბა ესეთი ამბებია, მოკლედ. ძალიან ბევრს ვფიქრობ. მაპატიეთ, რომ ვიდეოებს ვერ ვდებ. სხვათა შორის ძალიან მეხმარება YouTube-ი ბევრ რამეში რა. მით უმეტეს ეს ბოლო პერიოდი, როცა უკვე YouTube-დან შემომდის, ესე ვთქვათ, შემოსავალი რა. კი იცით, რომ მე არაფერს არ გიმალავთ. ზოგი YouTuberi არ იტყვის, რამდენი აქვს ანაზღაურება, რამდენს იღებს. ნუ გააჩნია რის გამო არ ამბობს რა მიზეზით, მაგრამ მე არ გიმალავთ არაფერს და გეტყვით, რომ ამ თვეში ძალიან დამეხმარა YouTube-ის ანაზღაურებამ. იმიტომ რომ უკვე ხელფასი მიმეწურა, უკვე 10-ში ხო ავიღე და 20 რიცხვისთვის უკვე 30 ლარი მქონდა, მე მგონი დარჩენილი და ჩამერიცხა ხელფასი. YouTube-დან სულ პირველი ხელფასი ხო გამოვიტანე და 2 თვეში გამოვიტანე მეორე ხელფასი, ეს იყო 90 евро. ნუ ცოტა მოაკლდა იქ საკომისიო და რაღაცეები და 85 დაახლოებით გამოვიტანე და ეს იყო სადღაც 250 ლარი იყო, მე მგონი. და ძალიან დამეხმარა მაგ თანხამ. ანუ აღარ მომიწია, ესე ვთქვათ, მშობლებისთვის რაღაცა შეწუხება მშობლების რა. მოკლედ, მეგობრებო, წავედი ახლა. მე თვითონაც არ მჯერა, რომ
დავჯექი როგორც იქნა და ვლოგი გადავიღე. და უკვე დავისვენე რა. ამოვისუნთქე უკვე. ხო და ეხლა რა ვიცი. წავალ სადმე გავალ. ან რამე საჭმელს გავაკეთებ გემრიელს. და რა ვიცი. ყველაზე მეტად რაც მეზარება ეს არის ვიდეოების მონტაჟი. იმიტომ რომ როცა ვიდეოს ამონტაჟებ ტელეფონში ვეღარაფერს ვეღარ აკეთებ. ვერც TikTok-ს სკროლავ, ვერც YouTube-ს უყურებ, მხოლოდ ვიდეოს უნდა დაელოდო, როდის აიტვირთება. ასე რომ დიდი დრო მიაქვს რა. ეხლა ეს ჩემს შემოსავალზეც აისახება. 1-3 თვე ალბათ ვეღარ გამოვიტან თანხას, იმიტომ რომ მინიმუმი ლიმიტი არის 70 euро. მაგრამ არა უშავს. სულ სხვა გეგმებიც მაქვს, უფრო ფართო საზოგადოებაში რო გავიდე და უფრო მეტი მაყურებლები და მეტი სიყვარული რომ მოგიპოვო YouTube არხზე, მაგრამ რამდენად განვახორციელებ მაგ იდეას, რავი, ვინც ჩემთან დარჩების და ვინც ჩემს არხს ხშირად შეამოწმებთ, ალბათ ნახავთ, იმედი მაქვს, მალე ნახავთ უფრო საინტერესო კონტენტს, ესე ვთქვათ. წავედი ხა აბა დროებით. თკბილად. რა ვიცი, იმედი მაქვს თავს არ მოგანატრებთ. აბა თქვენ იცით.